ქუთაისის წყალტუბოს დამაკავშირებელი გზა საჭიროებს სიჩქარის შესაბამის რეგულირებას, კამერებს, საპატრულო ეკიპაჟს. 3 ახალგაზრდა დავკარგეთ ამ დილით, რომლებიც ავარიის შემდეგ ავტომანქანაში დაიწუნენ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვფიქრობ, უპრიანი იქნება შევკრიბოთ საინიციატივო ჯგუფი და ოფიციალურად მიმართოთ სამართალდამცავ უწყებებს. წერს Facebook მომხმარებელი ლაშა მესხი. ეს ერთ-ერთია იმ მრავალი პოსტებიდან, რომლებიც დღეს სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა. ტრაგედიას, რაც ქუთაისის წყალტუბოს გზაზე მოხდა, დიდი გამოხმაურება მოყვა Facebook-ში. სოციალური ქსელის მომხმარებლები შესაბამისი სამსახურის მხრიდან პრევენციული ზომების მიღებას ითხოვენ. ბოლო-ბოლო ამ წყალტუბო-ქუთაისის გზას რამე რომ მოუხერხოთ ასე რთულია, სანამდე უნდა დავტოვოთ იქ ამდენი ახალგაზრდის სიცოცხლე, რამდენი დაკარგული ენერგია, რამდენი წარმატება, რამდენი სიყვარული. შვიდად განისვენეთ ბიჭებო, წერს ერთ-ერთი მომხმარებელი მიშიკო მუმლაძე. Facebook მომხმარებელთა მოთხოვნას უკვე გამოხმაურებას მოჰყვა. წყალტუბოს მერიამ საკუთარ Facebook გვერდზე განცხადება გაავრცელა. წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ უახლოეს დღეებში ამ მიმართულებით კონკრეტული სამუშაოები ჩატარდება. წერია გავრცელებულ განცხადებაში. ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგორ იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროს ზვიად სვანიძეს შეხვდა. შეხვედრაზე წყალტუბო-ქუთაისის გზაზე გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრეს. თანაგრძნობას ვუცხადებ წყალტუბო-ქუთაისის გზაზე დაღუპული ახალგაზრდების ოჯახებს. მიმაჩნია, რომ აუცილებელია შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით უახლოეს პერიოდში მოხდეს აღნიშნულ გზაზე საპატრულო ეკიპაჟის გაძლიერებული კონტროლი, დამონტაჟდეს ჭკვიანი კამერები და მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი უსაფრთხო გადაადგილება. ნათქვამია განცხადებაში. იმედია განცხადებაში აღნიშნული უახლოესი დღეები შორს არ გადაიწევს, რადგან ეს პირველი არ იყო, როცა ქუთაისის წყალტუბოს გზაზე ავარია მოხდა და იგი მსხვერპლით დასრულდა. გზის ამონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევები და მას მოყოლილი მსხვერპლი, როგორც ფეხით მოსიარულეთა, ისე ავტომობილში მყოფთა ხშირია. თამარ ქავთარაძე, ტელეკომპანია მეგატივისათვის.